დაკავებების ახალი სერია რეპრესიული რეჟიმისგან ცოტა ხნის წინ თემქის პოლიციის შენობასთან აქციის 6-მდე მონაწილე დააკავეს. სარაჯიშვილის გამზირიდან საპროტესტო მსვლელობით თემქის პოლიციის შენობასთან მისული მოქალაქეები ოლიგარქის პოლიციამ პირბადის ტარების გამო ძალის გამოყენებით დააკავა. დაკავებულთა შორისაა რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი. რა ხდებოდა თემქის პოლიციასთან, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა ხდება ამ წუთებში ნინა მაჩაბელი გვეტყვის ახლა ამას უფრო დეტალურად პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში პერიმეტრზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს, ახლა ისინი ცდილობენ გაარკვიონ სად არიან მათი მეგობრები, რომელიც დააკავეს რეჟიმის პოლიციელებმა. დიდი ალბათობით ისინი უკვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე, როდესაც მსვლელობით მოვიდნენ აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იმართებოდა, სხვა სახის მიმართვები იყო პოლიციელების მიმართ, თუმცა მაშინ როდესაც აქტივისტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა გაიკეთეს ნიღბები, სამართალდამცავები მათთან მივიდნენ, თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ მოეხსნათ ნიღბები, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს პოლიციას, შესაბამისად რამდენიმე წამში უკვე პოლიციელები ჯგუფურად მივიდნენ აქციის მონაწილეებთან და 6 ადამიანი დააკავეს, მათ შორის დაკავებულები არიან, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, რეჟისორები და მსახიობები. დაკავებულებს შორის არიან მარიამ პაიჭაძე, გურამ მაცხონაშვილი, თამარ ჯუმაშვილი. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ არსებული ინფორმაციით სამი პირი და ისინი უკვე გამოიყვანეს ამ პოლიციის შენობიდან. ისინი დიდი ალბათობით უკვე არიან გადაყვანილები დროებითი მოთავსების იზოლატორებში. აღსანიშნავია ის, რომ ის მეთოდები, რომელთაც აკავებდნენ აქ მყოფ ადამიანებს, აი ერთ-ერთი ადამიანის დაკავების დროს პოლიციის შესასვლელი კარის მინა ჩაიმსხრა. ეს უშუალოდ მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელები აკავებდნენ ერთ მონაწილე ქალს. მისთვის დაიჭირეს ჩემი შვილი და სხვა 5 შვილი. მეტი არაფრისთვის. აი ეს რაც ხდება თუნდაც ამ ნიღბების გამოდაკავება. საერთოდ რა სტანდარტში ჯდება ეს? არც ერთში არ ჯდება. ეს არის საშინელება რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში. აი ეს მონები დედები არა ყავთ. ცივა ეს ოხერი ხო ცივა. თქვენ შეუბნებოდით დამაკავეთო და დემონსტრაციულად გაიკეთეთ ეს. დიახ, აი ეხლაც მიკეთია და დამიჭირო. თქვენი შვილებისთვის ვიბრძვით ხალხო. თქვენი შვილებისთვის ვიბრძვით. რამდენი ადამიანი დააკავეს? არ ვიცი რამდენი დააკავეს, ბევრი, უკვე ძალიან ბევრი. მიზეზი რა იყო დაკავებების ეს განგვიმარტეთ? რომ ამ სიცივეში უნდა მოგვეხსნა პირბადეები თურმე. რატომ? რისთვის რომ ცივა და ცხვირი რო გავითაბო მაგისტვის? რამდენი ადამიანი არის დაკავებული? ერთ-ერთის დაკავების დროს თავიანთი შენობა დააზიანეს, მინის კარი შეანგრიეს ამ ადამიანის თავი და ისე შეიყვანეს და სასწრაფოსაც არ უძახიან ადგილზე.
დაკავების ის მეთოდები, რასაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში უყურებდით, ჩდება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებში, ამ კითხვით მივმართეთ ჩვენ პოლიციის მაღალჩინოსანს, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს გოგა მემანიშვილს, თუმცა მემანიშვილმა განგვიმარტა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის დასაკავებლად იმდენ პოლიციელს გამოიყვანენ, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ და ამავდროულად განმარტა ის, რომ ნებისმიერი პირი, ვინც არ დაიმორჩილება კანონს, ბუნებრივია, პოლიციელები კანონის შესაბამისად მოიქცევიან და დააკავებენ ყველას. დაკავებულებს შორის უმრავლესობა არის ქალი, 6 ადამიანიდან არსებული ინფორმაციით 4 სწორედ ქალია და როგორც უკვე გითხარით, ისინი ამ წუთებში დიდი ალბათობით უკვე უნდა იყვნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადანაწილებულები, ადვოკატები ახლა მათ ადგილსამყოფელს არკვევენ. რეგულაცია ძალაში შევიდა საპროტესტო აქციის დროს აკრძალულდა ნიღბის ტარება. მივიდნენ მოუწოდეს რომ მოეხსნათ და დაედგინათ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, მათ უარი განაცხადეს ამაზე. შემდგომ უკვე გადმოვიყვანეთ პოლიციის განყოფილებაში, თხოვეთ რომ გადმოსულიყვნენ მათი იდენტიფიცირებისთვის. წინააღმდეგობა გაგვიწიეს და რამოდენიმე პირი დაკავდა ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. შეხება შუშას საქმინარის შესასვლელი კარის ჩამწრიული რა ვითარებაში მოხდა ჩამწრული? და ბაკ პროცესის დროს გატყდა გაურკვეველი მიზეზით. შეჯერებით არ ვიცი და გავარკვევთ თავად. ეს დაკავებები რა ფორმითაც ხდებოდა? წეღან რამდენიმე ადამიანი ერთ ადამიანთან მიდიოდა და ისე აკავებდნენ პოლიციელებზე მაქვს საუბარი საერთაშორისო სტანდარტებში თუ ჩდება. რა სტანდარტებთან? საერთაშორისო რა ვიცი დაკავების სტანდარტები ხო არის? მათ შორის ხელბორტილი რა ზომაზე უნდა იყოს, ამის გაწერილი ნორმები არსებობს. იმდენი პოლიციელიც იქნება საჭირო დაკავების დროს, იმდენი პოლიციელი დააკავეს. მაგას რა ვიცი. აქ ერთ ადამიანზე ერთ ქალზე იყო 10 პოლიციელი საჭირო. არ ვიცით ახლა ნიღბებში იყვნენ, ქალი იყო, კაცი იყო, მაგას რამდენი ადამიანია სულ დაკავებული? არ ვიცი უსწრაფოდენა, მაგრამ გეტყვით მოგვიანებით. ნიღბების ტარების გამო აქციის მონაწილეებიდან 6 პირი დააკავეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ახლა უშუალოდ ადვოკატები ეძებენ ამ დაკავებულების ადგილსამყოფელს. დაკავებულებს შორის კი არიან რეჟისორები და მსახიობები. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მსვლელობა მანამდე სანამ მოვიდოდა პოლიციის განყოფილებასთან თემქაზე, მანამდე მოიარეს ფაქტობრივად მთელი უბანი სარაჯიშვილის მეტროდან დაიწყეს მათ მსვლელობა და აქციის მონაწილეები საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც აქტიურად არ არიან ჩართულები მიმდინარე პროცესებში, უხსნიდნენ, რამდენად პოლიციური რეჟიმია ჩამოყალიბებული დღეს ქვეყანაში. საბოლოოდ კი, როდესაც ისინი პოლიციის განყოფილებასთან მოვიდნენ, ყველამ ერთად ვნახეთ სამართალდამცავებმა რა ძალა გამოიყენეს მათ დასაკავებლად.